ანკალაევის ჭიდაობა თუ ალექს პერეირას სტრაიკინგი. გამარჯობა, მოგესალმებით ბუშიდო პოდკასტი ბრუნდება მორიგი ეპიზოდით. საუბრობთ UFC-ს 313-ის შესახებ, რომელიც 8 მარტს გაიმართება. მაგომედ ანკალაევი შეეცდება წაართვას ქამარი ალექს პერეირას. ეს ვიდეო ალბათ ცოტა უფრო გრძელი იქნება, ამიტომ მოემზადეთ, წამოწექით, კომფორტულად მოკალათდით და დავიწყოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა დავიწყო ანკალაევი პოატანის დაპირისპირებით და ვისაუბრო ბრძოლის მათემატიკაზე, ანუ იმ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელმაც შეიძლება მოგვცეს მიმართულება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს ჭუბი. ორი სტრაიკერი დაუპირისპირდება ერთმანეთს, საიდანაც ერთს ჭიდაობა უფრო კარგად გამოსდის. გამოსდის თუ არა ეს რეალურად, მოდი შევხედოთ სტატისტიკას. შეიძლება ანკალაევი არ გადის მძიმედ მოჭიდავე მებრძოლების კატეგორიაში, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ანკალაევი არის ყველაზე ძლიერი მოჭიდავე იმ მებრძოლებს შორის, ვისაც პერეირა აქამდე UFC-ში შეხვედრია. ალექს პერეირას წინააღმდეგ UFC-ში მისი კარიერის განმავლობაში 31 ჯერ შეეცადნენ ტეიქდაუნის გაკეთებას, საიდანაც მან 70% დაიცვა. ყველაზე წარმატებული გდებების რაოდენობა იან ბლაჰოვიჩს ეკუთვნის ალექს პერეირას წინააღმდეგ. ანუ იან ბლაჰოვიჩი არის მებრძოლი, რომელმაც პერეირა ორჯერ და მეტჯერ გადაიყვანა მიწაზე. და ყველამ კარგად ვიცით, თითოეული ბრძოლის დასასრული როგორი იყო, სადაც შეიცადნენ პერეირასთან ჭიდაობას. რომ ანკალაევი გაცილებით უკეთესი მოჭიდავეა ვიდრე იან ბლაჰოვიჩი. მოდი გავბედოთ და ვთქვათ, რომ ანკალაევის ჭიდაობა არის ნორმალური, არ არის მაღალი დონის, იმის გათვალისწინებით, რომ ანკალაევი არის დაღესტანიდან. ანუ მეტწილად მაინც უფრო არის სტრაიკერი ანკალაევი, რომელსაც მეტნაკლებად და სხვებზე უფრო კარგად გამოსდის ჭიდაობა. თავის მხრივ ალექს პერეირას აქვს შავი ქამარი, თუმცა ხო, ფორმალურად აქვს, ეს შავი ქამარი მიიღო ჰილის გათიშვის შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, რეალურად შავი ქამარი არის თუ არა, მოდი ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ. მაგრამ ვიცით, რომ ტეიშეირასთან ერთად ვარჯიშობს, ის არის მისი თავარი სპარინგ პარტნიორი, მწვრთნელიც ასევე და შესაბამისად, მეტწილად საბმიშენებზე კარგად ექნება ნავარჯიშები და ტეიქდაუნ დიფენსიც მეტნაკლებად ექნება განვითარებული, თუმცა არა იმ დონეზე, რომ ვთქვათ, რომ ის მარტივად გაუკლავდება ანკალაევს, არა ეს ნამდვილად ესე არ იქნება, ანკალაევი გადაიყვანს მას ძირს და არაერთხელ. UFC-ს ოფიციალურ საიტს თუ დავუჯერებთ, მაგომედ ანკალაევს საშუალოდ 0% აქვს საბმიშენის მცდელობის, ანუ მტკივნეულზე მეტოქის დაჭერის. გდების დაცვა ტეიქდაუნ დიფენსი აქვს 86%-ზე და ტეიქდაუნების სიზუსტე 31%-ზე. არის თუ არა ეს მაღალი მაჩვენებელი 31%? მე მგონი რომ არა. მით უმეტეს რომ არც ground and pound-ი არ არის მისი ძლიერი მხარე, პოლ კრეგთან წაგებული ამ კუთხედის შემდგომ მით უმეტეს კიდევ უფრო მეტად ფრთხილობს. პერეირას ტეიქდაუნების მიმართ დაცვა და მდგრადობა გამოჩნდა მეტწილად ყველაზე გამოკვეთილად პროჰასკასთან პირველი დაპირისპირების დროს, როდესაც პირველივე რაუნდში ირი პროჰასკა შეეცადა, რომ ცალი ფეხით გაეკეთებინა მისთვის გდება, რა დროსაც პერეირამ გამოიყენა სხვადასხვა სახის ტექნიკა საფეხზე დგომის დროს, მაგალითად იდაყვი ჩააჭირა თავზე, იმისათვის რომ თავი დაეფიქსირებინა პროჰასკასთვის და შემდგომ უკვე გამოიყენა მისი მარჯვენა ხელი საიმისოდ, რომ აფერკათებით მიეყენებინა მისთვის ზიანი, რა დროსაც უკვე შემდგომ პროჰასკამ გადაინაცვლა და გადაიყვანა ალექს პერეირა უშუალოდ ღობესთან, გალიასთან, სადაც ყველას გემახსოვრებათ ალბათ ეს მომენტი, როდესაც გვეგონა რომ გილიოტინით დაასაბმითებდა პერეირა ირი პროჰასკას. რეალურად მტკივნეულის დაცვა ერთადერთ ხელმოუწია პერეირას UFC-ს კარიერის განმავლობაში და ეს მოხდა იან ბლაჰოვიჩის წინააღმდეგ, ეს მომენტიც დარწმუნებული ვარ გემახსოვრებათ ყველას. ანუ კარგად გამოსდის თავის დაცვა ground and pound-ის წინააღმდეგ და რთულია მისთვის მტკივნეული ილეთის გაკეთება. რეალურად თავს უკეთ იცავს, მაშინ როდესაც არის უკვე ძირს, ვიდრე იქამდე სანამ ძირს გადაიყვანენ, ანუ გდების წინააღმდეგ. აი ეს მომენტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც ირი პროჰასკა ცდილობს ground and pound-ს ძირს დაგდებული ალექს პერეირას წინააღმდეგ, თუმცა პერეირა ახერხებს რომ გაუკონტროლოს პროჰასკას ხელები საიმისოდ რომ არ მიიღოს ზიანი და ასე მეტნაკლებად გაჰყავს პირველი რაუნდი. ნახოთ რა ხდებოდა იან ბლაჰოვიჩის წინააღმდეგ, როდესაც პირველი გამოცდა ჩააბარა პერეირამ
შედარებით მასზე უკეთესი მოჭიდავის და გრეპლერის წინააღმდეგ. ბრძოლის პირველი რაუნდის მე-9 წამსვე, როდესაც ლეგ-კიკი მიაყენა ზიანი პერეირამ ვიან ბლაჰოვიჩი იმ წამსვე შევიდა ტეიქდაუნზე. შეეცადა პერეირა რომ კვლავ გილიოტინა გამოეყენებინა პროჰასკას წინააღმდეგ და ასევე აი ამ მომენტში ჩანს კიდეც რომ აქვს პერეირას სივრცე იმისათვის რომ გამოეცალოს. თუმცა მან პოზიცია შეინარჩუნა და არ გამოეცალა იან ბლაჰოვიჩს, რაც აუცილებლად სხვაგვარად უნდა გააკეთოს ანკალაევის წინააღმდეგ. და ერთი ყურადსაღები მომენტი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პერეირამ, არის ის რომ ზურგი არ უნდა მიცეს ანკალაევს ისე როგორც მან ეს გააკეთა იან ბლაჰოვიჩის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეული ილეთით არასდროს აქვს მოგებული UFC-ში ანკალაევს. ვიცით რომ ანკალაევმა გადაწყვიტა რომ სტრაიკინგში დაუპირისპირდებიო პერეირას, ეს მე მგონი იქნება მისი არ ვიცი კატასტროფული შეცდომა თუ ამას გადაწყვეტს, იმიტომ რომ თუ ბლაჰოვიჩთან გაუჭირდა ფეხზე დგომა და ბლაჰოვიჩის ლეგ-კიკება მას კინაღამ წააძრო ის ფეხი, რა იქნება პერეირას წინააღმდეგ, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან გაუჭირდება ამ ყველაფერთან მიმართებით. თუ გადაწყვეტს რომ 5-ვე რაუნდი იჭიდაოს, ანკალაევმა და 5-ვე რაუნდი გააკონტროლოს პერეირა ძირს, მაშინ, რა ვიცი, თავისუფლად წამოიღებს ხო ამ ბრძოლას და გამარსაც შემოირტყამს. წელზე ასეთი ჭუბები გვინახავს, ასე დასრულებული და შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ არ ვიცი, მიზეშედეგობრივი იყოს ეს ანკალაევისთვის. ნახოთ რა იქნება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხუჭოთ თვალი ანკალაევის სტრაიკინგზე. ნოკაუტის ძალა მას საკმაოდ ძლიერი აქვს, აი ჯონი უოკერი როგორ შემეცოდა. მეორე დარტყმა საერთოდ რა საჭირო იყო, რა ცხადია საჭირო იყო, მაგრამ ძალიან მძიმე ხელები აქვს მაინც ანკალაევს. იონ კუტელაბას ხო საერთოდ რა უქნა, გააცამტვერა და გააქრო. ყველაზე მთავარი ფაქტორი აქ არის ის და ბრავო მას ამისათვის. შუა რამადანის დროს გადაწყვიტა ქამარზე დაპირისპირება, კემპზე შესვლა. არ ვიცი, მუსულმანები თუ ხართ აქ და მიყურებთ, კი გეცოდინებათ, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს გამოწვევა მებრძოლისთვის. რას ფიქრობთ თქვენ? დამიწერეთ კომენტარები, როგორც უკვე ვისაუბრე და ჩამოვთვალე ის გარემოებები, რა გარემოებებითაც შეუძლია ანკალაევის გამარჯვება, თუ ასე მოხდა, კი ბატონო, რატომაც არა. არავინ არ ვართ მე მგონი ამის წინააღმდეგ. მოკლედ ნახოთ რა იქნება.